თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ოლიმპიური სოფელი სპორტისა და ახალგაზრდობის და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად მოინახულა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მშენებლობას თბილისის ზღვის ტერიტორიაზე კომპანია Hualing ჯგუფი ახორციელებს. სოფლის საინვესტიციო თანხა 150 მილიონი ამერიკული დოლარია. თბილისი 2015 სოფელი მოიცავს 10 სართულიან 9 კორპუსს, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს და სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრებს. დღეისათვის აღნიშნული 9 კორპუსის მშენებლობა და შიდა სარემონტო სამუშაოების 95% უკვე დასრულებულია. შეგახსენებთ, თბილისი ოლიმპიურ ფესტივალს მიმდინარე წლის ზაფხულში უმასპინძლებს. უახლოესი 3 თვის განმავლობაში ყველა ძირითადი სამუშაო უნდა იქნას დასრულებული, რათა შემდგომ წავიდეს ტესტირება ყველა ობიექტისა. მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტულად ამ ობიექტებში იქნებიან როგორც მაღალი კლასის სტუმრები, ასევე თვითონ ახალგაზრდები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ოლიმპიადაში და შესაბამისად განკუთვნილია როგორც საცხოვრებელი ტერიტორია. შესაბამისად საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული ყველა ძირითადი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს ამ ობიექტებმა. მარტის თვეში უკვე დაიწყება ინვენტარის შეტანა და გაზაფხულზე უკვე აღნიშნული ობიექტი წყობაში ჩამდგარი შემოუერთდება ქალაქს. მე ვფიქრობ, გაზაფხული გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს ყველა სამუშაო. Hualing ჯგუფი გახლავთ საინვესტიციო კორპორაცია, რომელმაც 2012 წელს თბილისის მერიასთან და საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე აიღო ვალდებულება 2015 წლისთვის დაასრულოს თბილისი 2015-ის ოლიმპიური სოფლის მშენებლობა. კომპანია ოლიმპიური სოფლის მშენებლობაზე ხარჯავს 150 მილიონ ამერიკულ დოლარს. ეს გათვლილი არის 3800 სპორტსმენზე.